ირანი პარალიზებულია მას შემდეგ, რაც ტრამპის გუნდი მის ბოლო მშვიდ შაბათ-კვირას მიანიშნებს. 2026 წლის 18 ივლისის ბოლო საათებში დენსკავინომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც B2 ტიპის ბომბდამშენი და F-22 ტიპის გამანადგურებლები დაფრინავენ თოვლით დაფარულ მთებზე. მუსიკალურად ნესუნ დორმას ფონზე, რაც ნიშნავს არავინ დაიძინოს. ის გამოჩნდა ზუსტად იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა ადასტურებდა ირანულ ობიექტებზე მეშვიდე ღამე ზედიზედ განხორციელებულ თავდასხმებს. ეს კომბინაცია იყო მიზეზი იმისა, რომ ვიდეო აღიქვეს როგორც შეტყობინება, რომ თეირანი შაბათ-კვირასაც არ დაისვენებდა. ამ ვიდეოში, რომელიც დენსკავინომ გამოაქვეყნა, B2 წინა პლანზე ჩანს, ხოლო F-22-ები ფორმაციაში მიიწევენ წინ. პოსტი გამოქვეყნდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ შეერთებული შტატების ახალი თავდასხმების ვიდეოები გავრცელდებოდა. გოგას გვირაბი ან შაჰიდ მირზაის გვირაბი სინამდვილეში ორი გვირაბია შესასვლელად და გამოსასვლელად ბანდარ აბასის ქალაქის ჩრდილოეთით, რომლებიც ამჟამად დაბლოკილია ამერიკული გამანადგურებლების თავდასხმის გამო. ორივე გვირაბი სერიოზულად დაზიანდა, მაგრამ ტექნიკა მუშაობს და ამბობენ, რომ მალე გზა კვლავ გაიხსნება. ანუ ჯერჯერობით გზა დროებით გაიხსნება, რათა მსუბუქი ავტომობილები შეძლონ გავლა. ნახვამდის. დენსკავინო არ არის ტრამპთან დაკავშირებული ჩვეულებრივი პროფილი. თეთრი სახლის ოფიციალური ანგარიში, რომელიც განახლდა 2026 წლის 1 ივლისს, ასახელებს კავინოს პრეზიდენტის ასისტენტად, აპარატის უფროსის მოადგილედ და პრეზიდენტის პერსონალის ოფისის დირექტორად. ეს უკანასკნელი თანამდებობა უშუალოდ მონაწილეობს მთავრობაში მნიშვნელოვანი პოზიციებისთვის კანდიდატების შერჩევაში. სკავინო ტრამპის გვერდით უკვე 3 წლეულზე მეტია. ურთიერთობა 1990 წელს დაიწყო. როდესაც ის ტრამპის გოლფის ჯოხებს ატარებდა 16 წლის ასაკში. შემდეგ ტრამპის ოჯახის კლუბს მართავდა, ციფრულ სტრატეგიას ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიებს თან ახლდა და პრეზიდენტის ყველაზე ახლო წრეში დარჩა. ამიტომ მის მიერ გამოქვეყნებულ სამხედრო მონტაჟს ირანთან დაძაბულობის ფონზე ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უბრალოდ მხარდამჭერ პოსტს. რამდენიმე საათის შემდეგ Fox News-მა გაავრცელა ახალი ვიდეო, რომელიც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას მიეწერება. კადრებში ჩანს ღამის თავდასხმები და ნათება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოპერაციის დროს დაიბომბა. სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა დაარტყეს სადამკვირვებლო პუნქტებს, სამხედრო ლოგისტიკის ობიექტებს, იარაღის მიწისქვეშა სატყობებს და ირანის საზღვაო შესაძლებლობებს. სამხედრო თვითმფრინავები, დრონები, გემები და სხვა საშუალებები მონაწილეობდნენ ოპერაციაში. ეს იყო მეშვიდე ღამე ზედიზე დაბომბვების მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა დაირღვა, სერია, რომელიც შექმნილია ირანის შესაძლებლობების დასასუსტებლად. ამერიკული მოძრაობების დაკვირვება, შეიარაღების შენახვა, ჯარების მომარაგება და საზღვაო მარშრუტებისთვის საფრთხის შექმნა. შეერთებულ შტატებს რეგიონში 50,000-ზე მეტი სამხედრო ყავს განთავსებული და აცხადებენ, რომ ეს ძალები კვლავ მზად არიან ახალი ოპერაციებისთვის. ტრამპმა კვლავ ენერგოობიექტებსა და ხიდებს კვლავ დაემუქრა და განაახლა საზღვაო ბლოკადა ირანის პორტების წინააღმდეგ. ზეწოლა მიზნად ისახავს თეირანი აიძულოს შეამციროს თავისი კონტროლი ოკეანის სრუტეზე. ასევე ტორმუზის სრუტის გადაკეტვა ხელს უშლის ირანული ნავთობის გატანას და ზღუდავს რეჟიმის შესაძლებლობას გაახანგრძლივოს ომი. ღამის თავდასხმება და სკავინოს ვიდეომ შექმნა შთაბეჭდილება, რომ შაბათ-კვირა გამოყენებული იქნებოდა ალყის კიდევ უფრო მოსაჭერად. მარიო ნაუფალის კიდევ ერთ პოსტში საჰაერო მონიტორინგის სურათმა აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი გამანადგურებლები მიემართებოდნენ ახლო აღმოსავლეთის ბაზებისკენ, თან ახლდათ 4 кейსი ტიპის საჰაერო ტანკერი. ამ ტიპის თვითმფრინავი საშუალებას აძლევს გამანადგურებლებს უფრო დიდხანს დარჩნენ ჰაერში და გადაადგილდნენ უფრო დიდ მანძილებზე. ინფორმაცია მიღებული იყო ღია წყაროებიდან, ფრენების მონიტორინგის გზით და პენტაგონმა დეტალები არ გაავრცელა. ირანმა პასუხად გაუშვა რაკეტები და დრონები იმ ქვეყნებზე, სადაც ამერიკული ძალები არიან განთავსებული. ამერიკელები რამდენიმე დღე არ დაკავშირებიან. რა საკითხია საუბარი? მოლაპარაკებებისთვის. კარგად დააკვირდით.
იმ მოლაპარაკებებში, რომლებშიც ჩვენ ვიყავით ჩართული, სამთუხაროს სწორედ ამერიკელებმა გადადგეს ეს აგრესიული ნაბიჯები. არ დაიცვეს და დაარღვიეს თავიანთი ვალდებულებები ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ამ კონკრეტულ კონტექსტში. რასაც ახლა უპირისპირდებით არის ჩვენი ქვეყნის დაცვა, ერთიანად და მტკიცედ. და მჯერა, რომ ამჯერადაც ამერიკელებმა უკვე მიიღეს თავიანთი პასუხი. იმ ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, რომელიც ისლამაბადის მემორანდუმის სახელით გახდა ცნობილი, ჩვენ ასევე შევაჩერეთ ყველა ჩვენი ვალდებულება. ქუვეითმა შაბათის დილით ყველაზე მძიმე საპასუხო დარტყმა მიიღო. ქუვეითის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ განთიადიდანვე დაფიქსირდა ბალისტიკური საფრთხეები და პტრული დრონები. ნაწილი იქნა გადაჭერილი. თუმცა იყო დარტყმები სამხედრო ობიექტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ სექტორებზე და ნავთობის, ელექტროენერგიისა და წყლის სფეროებში. მეხანძრეები, ნავთობის სექტორის მუშაკები და გადაუდებელი დახმარების ჯგუფები დაშავდნენ, როდესაც ცდილობდნენ ხანძრების კონტროლს და ზიანის არ მოფხვრას. შეტევამ ნავთობის ობიექტს ისეთი ძალით დაარტყა, რომ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და დაშავებულებიც გამოიწვია. დესალინიზაციის ქარხანაშიც გაჩნდა ხანძარი და გენერაციის ერთეულები მუშაობიდან ამოიღეს. ეს პრობლემა საშიშია ქუვეითისთვის, რომელიც სასმელი წყლის დაახლოებით 90%-ს დესალინიზაციაზე იღებს. ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში ოპერაციები შეჩერდა განმეორებითი მუქარების ფონზე, მაშინ როცა საჰაერო თავდაცვა ცდილობდა ახალი რაკეტების ჩამოგდებას. ამ ვიდეოში, რომელიც Clash Report-მა გამოაქვეყნა, გიგანტური კვამლისა და ცეცხლის სვეტი ჩანს ობიექტზე, რომელსაც პროფილი ქუვეითის უსაფრთხოების აკადემია დასახელებს. მარიონ ალპამ ასევე გაავრცელა შიდა განადგურების კადრები და აღნიშნა, რომ ეს ადგილი პოლიციელებისა და უსაფრთხოების ძალების წვრების წვრთნისთვის გამოიყენება. სამხედრო განცხადებამ დაადასტურა თავდასხმები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ სექტორებზე, თუმცა არ წარმოადგინა სრული სია ყველა დაზიანებული ობიექტის სახელებით. კადრები მიუთითებს აკადემიაზე, თუმცა ზუსტი იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ ქუვეითის ხელისუფლების უფრო დეტალურ საჯარო დადასტურებას საჭიროებს. თავდასხმამ ირანის სტრატეგიაში მძიმე ჩავარდნა გამოავლინა. თეირანმა სცადა დაესაჯა ქვეყანა იმის გამო, რომ მან აშშ-ს ძალები მიიღო, მაგრამ დააზიანა წყლის, ენერგიის, ნავთობისა და შიდა უსაფრთხოების ობიექტები. ამან გააძლიერა ქუვეითის მთავრობის აღშფოთება და აიძულა კიდევ ერთი არაბული ქვეყანა დაეყენებინა თავდაცვა, სახანძრო და სამხედრო ძალები უმაღლეს მზადყოფნაში. ამერიკული ყოფნის შემცირების ნაცვლად რეჟიმმა კიდევ უფრო გაზარდა ზეწოლა, რათა სტრატეგიულ ბაზებსა და მარშრუტებს დამატებითი დაცვა მიეღოთ. იორდანიაში კიდევ ერთმა ვიდეომ, რომელიც OSINT Defender-მა გამოაქვეყნა, აჩვენა უზარმაზარი ნათება ჰორიზონტზე და წარმოდგენილი იყო როგორც საშუალო მანძილის ორი ბალისტიკური რაკეტის შესაძლო დარტყმა მუაფაკ სალტის ავიაბაზაზე ავას-ჰაკში. ბაზა ამერიკულ ძალებს მასპინძლობს და უკვე სხვა თავდასხმების დროსაც იყო სამიზნე. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების თვითმფრინავები განადგურდა, თუმცა როიტერსმა აღნიშნა, რომ ამ ვერსიის გადამოწმება ვერ შეძლო. იორდანიამ განაცხადა, რომ მისმა თავდაცვის სისტემებმა ირანული რაკეტები ჩამოაგდეს, რის გამოც ზიანის რეალური მასშტაბი ჯერ კიდევ დაუდგენელია. განთიადმა ასევე გამოიწვია განგაშები ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში. ირანმა განაცხადა, რომ მან დაარტყა ტერიტორიებს, რომელსაც ამერიკული ძალები ბაჰრეინში იყენებდნენ. საუდის არაბეთში განგაშის სიგნალები ჩაისთო ალ-ქართსა და ალი-ამბუში, ხოლო როიტერსის მიერ გამოკითხული წყაროების თქმით, სამიზნეებს შორის იყო პრინცის სულთნის საჰაერო ბაზა, სადაც ამერიკული ძალები იმყოფებიან. ეს იყო პირველი ირანული თავდასხმა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით 3 თვის განმავლობაში, რაც კიდევ უფრო ზრდის რეჟიმის მიერ გახსნილი ფრონტების რაოდენობას სულ რამდენიმე დრეში. მაშინ როცა ირანი ესვრის ქუვეითს, იორდანიას, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთს, შეერთებული შტატები აგრძელებს ირანის ტერიტორიაზე სამხედრო სტრუქტურების დაბომბვას. ამ მეშვიდე ღამეს შერჩეული სამიზნეები აჩვენებს მცდელობას, რეჟიმს წაართვან ხედვის, გადაადგილების, შენახვისა და საზღვაო შესაძლებლობები. თეირანი ჯერ კიდევ ახერხებს რაკეტების გაშვებას, მაგრამ ამას უწევს მაშინ, როცა მიწისქვეშა საწყობები, სადამკვირვებლო ცენტრები და ლოგისტიკური ქსელები ღამით-ღამით სამიზნეში ექცევა. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი მითითებული პიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც ცდილობს ინფორმირებული დაგტოვოთ. ფინანსურად შეგვიძლიათ ეკრანზე მოცემული პიქსის გასაღების საშუალებით. საზღვაო რაკეტების შესახებ, მაგრამ ამის გაკეთება საჭიროა, რომ სიმართლით იყოთ ინფორმირებული. თქვენი წვლილი გვეხმარება მიწისქვეშა ცენტრების.